უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ, რა ენერგიებში იქნებით პირადში, ფინანსებში და ზოგადად. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ვნახოთ მომდევნო ერთი კვირის ენერგიები, რა ენერგიებში იქნებით, პირად სასიყვარლო ურთიერთობაში რა გელოდებათ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსებში რა გელოდებათ მომდევნო კვირაში და რჩევა თქვენთვის უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ზოგადი რჩევები. Დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. უახლოესი ერთი კვირის ენერგიებში, ესე იგი, თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრ ამაზე დაფიქრება და საკითხების გადაწყვეტა სერიოზულად. შესაძლებელია აქ ძალიან დიდი ხანია რაღაც საკითხში დაპაუზებული ხართ, არც ისე კომფორტულად გრძნობთ თავს და ბევრ რაღაცას იქმენთ, იტანთ და საბოლოოდ შეიძლება გაბრაზდეთ, გაღიზიანდეთ და თქვათ, რომ არა მორჩა, მეც აღარ ავიტან, ან მორჩა ასე სიტუაცია აღარ გაგრძელდება და რაღაცის შეცვლის ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. როგორც ესეთი თქვენ თითქოს შეიძლება გონება გაგინათდეთ მომდევნო კვირაში და რაღაცა მტკიცე ძლიერი urqevi გადაწყვეტილებები მიიღოთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. აი საბოლოოდ რომ ყველა საკითხს წერტილს დაუსვათ, რომელიც პრობლემურია. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, აქ იქნება გარკვეული სახის კომუნიკაციები, ინტერესები, შეიძლება ინფორმაციების მოძიება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, შეიძლება ცოტა ეჭვიანობის მომენტებიც იყოს, აი რაღაცას რო იკვლევთ, ეძებთ, რო არ გასვენებთ თითქოს რაღაცა და გინდათ რომ სიმართლე გაიგოთ, აი ცოტა ეჭვიანობის მომენტები ჩანს, ცოტა უხეში და არასასიამოვნო საუბრები და ლაპარაკები იქნება, ისე ძირითადში აქ ძალიან რაღაცას ელოდებით პირად ურთიერთობაში, აი მოლოდინში გხედავთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, თითქოს რაღაცა საკითხის გადაწყვეტას, ან ნაბიჯ პიროვნებისგან, აი ბევრი მოლოდინი ჩანს და თქვენის მხრიდან აი დაკვირვება. შეიძლება თქვენ ჩაფიქრებული პიროვნებაც გაკვირდებოდეთ, მაგრამ აი პირადში მაინც გაწელილია სიტუაციები და რაღაცების შეცვლა დიდად ვერ ხდება. როგორც ესეთი ძირითადად მშვიდი ენერგიებია, მაინც ძალიან კონფლიქტური, აგრესიული არ არის, აი ნელ-ნელა სიმშვიდე მიუყვებით და ელოდებით, როდის აი სიტუაცია როგორ დაალაგდება, თითქოს აი შეფასების და გადაფასების მომენტში ხართ ურთიერთობის. რაც შეეხება ფინანსურ კუთხეს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსებში და ზოგადად ამ კარიერულ თვალსაზრისით გარკვეული სერიოზული ცვლილებები ჩანს თქვენთან. შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან რაღაცა ხარჯებიც იყოს მოულოდნელი უეცარი, საერთოდ რომ არც ფიქრობთ და არც გეგმავთ რაღაცის გაკეთებას და მოგიწიოთ. აქ შესაძლებელია აი უეცარი, აი დადებით კონტექსტში რომ განვიხილოთ, უეცარი მოულოდნელი სიახლე ცვლილება, რომელსაც საერთოდ არ გეგმავთ ეს მოხდეს. ისე კვირა ფინანსებში და ზოგადად კარიერაში მოულოდნელობებით არის აღსავსე და შეიძლება დადებითიც იყოს, შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან უარყოფითი, აი ესე ცალსახად რო თქვათ, რომ გინდათ თუ არა რაღაც საშინელებები გექნებათ, არა, სიფრთხილით მოეკიდეთ სიტუაციებს მაინც ფინანსებთან მიმართებაში. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. რჩევა არის ის, რომ პირველ რიგში თუ სადმე გიჭირს და ფიქრობთ, რომ გჭირდება დახმარება, ითხოვეთ ეს დახმარება, მოითხოვეთ ეს დახმარება და არ ზოგჯერ არ არის ცუდი, როცა სუსტები ვართ და გჭირდება ვიღაცისგან მხარდაჭერა რომ მივიღოთ და ითხოვეთ ეს მხარდაჭერა, ეს ერთი მომენტი. თუ აქ უმეტესად რჩევა არის, რომ შეინარჩუნოთ სულიერი ჰარმონიული სიმშვიდე, ძალიან კარგი იქნება თუ ახლა მithumet ესეთი განსაკუთრებული კვირა სანთლებს თუ დაანთებთ რაღაც წახვალ ტაძარში, სულიერ პრაქტიკებს თუ მიმართავთ, აი ძალიან კარგია თუ თქვენ სულს დაამშვიდებთ, როგორღაც იზრუნოთ საკუთარი სულის დამშვიდებაზე. შესაძლებელია ეს დახმარება სამყაროს უფალს ღმერთს შესთხოვოთ, თქვენს დამხმარე მფარველ ანგელოზებს შესთხოვოთ. მედიტაციებისთვის არის ძალიან კარგი პერიოდი, აშკარად რაღაცა სულიერ გამორკვევა გჭირდებათ თქვენ მომდევნო კვირაში, რაღაცა ხედვა უნდა შეცვალოთ, შეიძლება რწმენა უნდა გაიძლიეროთ საკუთარი თავის მომავლის უფლის სამყაროსი, თქვენ მოარგეთ ახლა თქვენ სიტუაციას. რჩევა უფრო ესეთი სახის არის. აქ დიდად რომ ვთქვათ, რომ რაიმე სერიოზული ინიციატივა გამოხატეთ თქო არა, ვისაც ვთქვათ შემოქმედებითი უნარები გაქვთ, ხატვა, მუსიკა, პოეზია, ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით და გაიხსენებთ ამ საქმიანობას ბუნებაში თუ გაისეირნებთ, იდეალური იქნება. მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო ბალანსისთვის, გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, რამდენად რეზონირდა თქვენ სიტუაციებთან.